გორში გიორგი კარელიძის მემორიალური საერთაშორისო ტურნირი მიმდინარეობს კრივში კადეტებს შორის გუნდურ შეჯიბრებაში ორთაბრძოლები დღეს გაიხსნა. შეჯიბრებას გორის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლა მასპინძლობს, პაექრობები 15 მარტს დასრულდება. ტარდება კარელიძის ტურნირი, კარელიძის მემორიალური ტურნირი. საქართველოს ნაკრები დაუსპირისპირდება მოლდოვის, ისრაელის და აზერბაიჯანის გუნდებს. გავიარეთ 12 დღიანი შეკრება. ძალიან კარგი შეკრება იყო, ძალიან კარგი სპარინგები ჩავატარეთ და ახლა მზად ვართ შეჯიბრის. ერთი ბრძოლა ჩავატარე უკვე, წინ ორი ბრძოლა მელის და რა ვიცი, წარმატებას უსურვებთ ჩვენ ბიჭებს, ჩვენ ნაკრებს. და მადლობას ვუხდით საქართველოს კრივის ფედერაციას. ჩვენ გამოვიარეთ შეკრება, ძალიან კარგად ვართ მომზადებულები. დღეს დაიწყო გიორგი კარელიძის სახელობის ტურნირი და რავი, მოლოდინი მაქვს რომ მოვიგებ ამ ტურნირს და ყველას უსურვებ წარმატებებს. ვარიანის კლუბის ჩემპიონიდან წარდგენილები არიან მოგეხსენებათ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ყავს 3 მოკრივე. ამ ეტაპისთვის პირველი ბრძოლა წარმატებით დავასრულეთ, ზაზა მდინარიძემ დაამარცხა ისრაელის მოწინააღმდეგე. საკმაოდ დაძაბული ორთაბრძოლა იყო, თუმცა მესამე რაუნდში მოვახერხეთ და აშკარა უპირატესობით მოვიგეთ. ეხლა ველოდებით ნიკოლოზ ხიზანიშვილს, რაც შეეხება შეჯიბრებას, შეჯიბრება არის ძალიან მაღალ დონეზე არის ჩატარებული. არის 3 გუნდი ჩამოსული, აზერბაიჯანის გუნდი არის ჩამოსული, მოლდოვა არის ჩამოსული, ისრაელის გუნდი არის ჩამოსული და ძალიან მნიშვნელოვანი არის ასეთი სახის ტურნირები, რათა ბიჭები ძალიან მაგარ ფორმაში შევლენ და ევროპაზე და მსოფლიოზე უკვე წარადგებათ ეს ყველაფერი.